ყურადღებო ხალხი, ასე ეწოდება წიგნს, რომელიც გამოაქვეყნა კომპანია მეტას ყოფილმა თანამშრომელმა, გლობალური პოლიტიკის აღმასრულებელმა დირექტორმა სარა უილიამსმა, რომელიც 6 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია მეტაში და ის თავის ნაშრომში დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ხდება კომპანიის შიგნით და რომ კომპანია მეტაში იციან, რომ სოციალურ ქსელს, კონკრეტულად Facebook-ს გამოიყენებენ როგორც პოლიტიკური იარაღი. მან ამასთან დაკავშირებით ისაუბრა, ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა მიანმარში მომხდარი გენოციდთან დაკავშირებით, როდესაც როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ დაიწყო გენოციდი. Facebook-მა ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ შემცირებულიყო ის ძალადობრივი კონტენტი, ის მასალა, რომელიც ვრცელდებოდა მაშინ სოციალურ ქსელში და აღსანიშნავია ის, რომ ნაწილობრივ რამდენიმე წლის წინ კომპანია მეტაში აღიარეს კიდევაც, რომ არასაკმარისად იმუშავეს იმისათვის, რომ შემცირებულიყო ძალადობის წამხალისებელი პოსტები და ასეთი ტიპის მასალა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ ეს არ არის პირველი მამხილებელი, რომელიც ლაპარაკობს კომპანიის შიგნით მომხდარ ამბებზე. მე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს Facebook-ის ჯერ კიდევ მაშინ კომპანია მეტასი ჯერ კიდევ მაშინ Facebook-ის პროდუქტების მენეჯერმა, ყოფილმა მენეჯერმა გამოაქვეყნა კომპანია მეტას შიდა დოკუმენტები და ასევე წარდგა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წინაშე, სადაც ჩვენება მიცა კომპანია მეტას წინააღმდეგ. ის ღიად აცხადებდა, რომ კომპანია მეტაში იციან, მაგალითად ის, რომ როგორ დიდ საფრთხეს წარმოადგენს სოციალური ქსელი ბავშვებისთვის და არასრულწლოვნებისთვის, მოზარდებისთვის ძირითადად, თუმცა ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრევენციას მოახდინოს რისკების, რადგან როგორც თვითონ განაცხადა ფრენსის ჰაუგენმა სენატში, კომპანია მეტასთვის, ტექნოლოგიურ გიგანტისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ფულადი სარგებელი და არა არასრულწლოვნების უსაფრთხოება. ასევე მოგვიანებით უკვე 2023 წელს ყოფილი ტექნიკური დირექტორი არტურო ბეჯარიც ასევე წარდგა კომპანია მეტას წინააღმდეგ სენატში, სადაც ლაპარაკობდა ასევე არასრულწლოვნების დაუცველობის შესახებ, თუ როგორ არასაკმარისად მუშაობენ და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ძალიან ხშირად არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის საშუალება ეძლებათ ისეთ დასრულებს, რომლებსაც მათ წინააღმდეგ, ბავშვების წინააღმდეგ ძალადობრივი მიზნები აქვთ. აღსანიშნავია ის, რომ მაშინ კომპანია მეტამ არ აღიარა ეს და აღნიშნეს, რომ არაერთი ზომა მიიღეს იმისათვის, რომ გამკაცრებულიყო ასეთი ტიპის პოლიტიკა სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და Instagram-ზე. მაგალითად, აღსანიშნავია ის, რომ ფაქტობრივად დღეს შეუძლებელი არის ის, რომ დასრულმა მიწეროს პირადად წერილი Instagram-ზე არასრულწლოვანს, თუ რა თქმა უნდა არასრულწლოვანი დარეგისტრირებული არის თავისი შესაბამისი ასაკის მიხედვით. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ეხება უილიამსი თავის წიგნში, შეეხება ჩინეთს, თუ როგორ სურდა კონკრეტულად მარკ ცუკერბერგს, კომპანია მეტას დამაარსებელს, რომ ჰქონოდა ახლო კომუნიკაცია ჩინეთის მმართველ პარტიასთან, ჰქონდა წარმოდგენილი გეგმა, შეიქმნა კიდევაც კომპანია მეტაში ცალკე განყოფილება, რომელიც იმუშავებდა ისეთი ტიპის ცენზურაზე, რომელიც ასე ვთქვათ, აწყობს ჩინეთის ხელისუფლებას, რადგან მარკ ცუკერბერგს სურდა, რომ კომპანია მეტა შესულიყო ჩინეთის ბაზარზე. მოგეხსენებათ, ჩინეთში აკრძალული არის ყველა დასავლური სოციალური ქსელი და ერთ-ერთი გეგმა იყო ის, რომ დაწესებულიყო ისეთი ტიპის ცენზურა, რომელიც აწყობდა ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას. ასეთი იყო გეგმა, თუმცა როგორც აღნიშნავს უილიამსი, ის სრულყოფილად არ აღსრულდა და კომპანია მეტა ახლაც არ მუშაობს ჩინეთში.